გამარჯობათ მეგობრებო, ახლა გავწერობა კარგი ხარ. გამარჯობათ. ბატონო და ისმე. ერთი კიდე კულინარიული ვიდეო ჩავწერთ. დაჭერთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არს აი გადაღებებში ძალიან მაგრა გვეხმარება. USA to Georgia, სხვადასხვა ნივთები ჩამოვაქვს თურქეთიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, ასე შემდეგ. და ფორდილერი მანქანები ჩამოვაქვს. მოდი, ხო, რა უნდა მეთქვა? ისეთ რამეს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მარტო ხელები იქნება მექანიკური მოძრაობა. არის ეგეთი კომპანია RERA, რავი, თუ ნახევარ ფაბრიკატები გიჭამიათ, მაგრამ მე ბერჯერ მიჭამი, იმიტომ რომ სტრაფე იაფი და იორღა. პირმენებს ხო ჭამ ხოლმე? RERA-ს პირმენებს ხო ჭამ? რავი, RERA-ს. ო, შენ მარტო ჭამ, არც უყურე, ხორისია. მიდი მოიტანე ისა. კაიქეცი, წაღლისაჭმელი მოიტანო. აი, მაინც მოვიდა, ხო იცი. ხოდა? მოდი, შესაძოდაო შენ. მოდი. გაიგე, ხო ჩვენი ხმა. ხოდა ამ RERA-მ მოგცა? ოღონდ მეორეც მოვიდა. RERA მოგცა თავისი პროდუქცია. მე არ მიჭამია პირველად ვიძახი, რაც გაგიგონიათ ალბათ თქვენც და მეც. მოდი აქ. ეს გაიგეთე. ცა ხელებში, ნუ კაროჩი, ხო გაჭმეთ არა ბიჭო და რა მოგივიდა თუ გოგო. ლეკვი არ მოყავს ამაში, პატარა. ცა? ამინედას ყავ. ჰა? ეხლა თქვენა მოიხედა. ნახევარ შენ ნაგიყრი, ნახევარ შენ. მოდი, არიჩხუბობ. არიჩხუბობ. მოდი შენ აქეთ. შენ იქით. აჰა. აი. ხოდა ესეთი არ მიჭამია. ნახევარ ფაბრიკატები არის, ან პილმენი, ან ხინკალი. ეხლა ნახეთ. ბატონო დავით, ეს შენ გქონდეს. აი ესეთი რამეა. აიღე და გასინჯთო, ნახე? პელმენი აწერია მოხარშე და შეწვი. ქართული გემო პელმენი. ანუ აი ესეთი რაღაცა უნდა გამოვიდეს რა. 2015-დან ვაწერია, ეგ არ ვიცი რას ნიშნავს. ანუ 2015 წლიდან იწარმოება და ალბათ 10 წელის განმავლობაში ყველა ვარიანტში აი აქ აწერია რომ RERA-სია. ესეთი რამე მე არ მიჭამია. და ეხლა რა გვითხრეს რა? ამას იღებო, ხარშავო. აგერ ცეცხლი გუნთია. როგორ წყალში ხარჩი? ეხლა მე ამას ანუ უნდა მოიხარშოს და მე უნდა შეიწეს. განა და როგორც ჩიბურეკი, რავი, თუ გიჭამიათ, ჩიბურეკივით რაღაცა უნდა გამო, ჰა? არ ვიჭამი ჩიბურეკი. შებურეკი? აი. მოკლედ. ჩაუყარე, ეს უნდა მოიხარშოს, კარგად მოხარშეთო. ეს პირმენზე მაგარი რაღაცა უნდა იყოს. ანუ რომ მოიხარშე, მე უნდა შეიწვას და უნდა გახდეს აი ამნაერიო რა. ანუ ჯერ მოიხარშოს და მე შეიწვას? ხო, აი აწერია მოხარშე და შეწვი. ანუ მოხარშე მწვარი გამოდის. მოკლედ გავაკეთოთ მეგობრებო აი ესა. და ნახოთ რა ღირს თუ არა მეს ჭამა. თუ გემრიელი არ იქნება, გამისული წამიწყდეს თუ მეთქვა რომ ჩვენ კაცად დავაფასებთ. იმასაც გეტყვით რომ პირველად ვამზად და საერთოდ ესეთი რამე არც მინახია მაღაზიის ქსელებში, ალბათ ეს ვიდეო დაიდიო გამოვა. ეგ აიღე და გადააგდე ეგეც ბატონო დავით. ეხლა ეს მოიხარშოს. ბატონებო და ქალბატონებო და ნახოთ რა გამოვიდა და მე შევწოვდა გეტყვით ჰალალად მოიჭედე. კათი. ეგ შეიტანე გადააგდე. მოკლედ ეს ამბავი ჩვენ მოუხარშეთ. აჰა. და ეხლა ჩვენ სასწრაფოდ ამაზე შემოვდგავთ ჭირდება ეს? ტაფას. ჰა? რა გჭირდება? არა, ჯერ არ მჭირდება. ეხლა მჭირდება რომ ეს როგორღაც გავასწორო რა. აი ეს. დაქანებულია. გასწორო. გასწორი კაია, მაგრამ როგორ გავასწორო? ხემი უდგენა. ტოტი. ცა ეხლა ეს გაცხელდება.
სტუმარი ყავს. გამარჯობა. სტუმარი ყავს. რა ქვია? ლიზა. ლიზა ქვია. აი 10 წლისები ან ორივე. ჩვენი მეგობრის ბავშვი თან ვისროლით თან ამოვიდნენ ტყეში. ასე რომ ლიზასაც გავუმასპინძლდებით ჩვენ აი ამ რერას პილმენით. მოკლედ ამაზე ხა ზეც დავასხა. მოდი აბა ისე ამოვიღოთ ერთი ცალი. ბატონო დავით. გასინჯი. შენ ხო მე? პილმენების სპეციალისტი ხარ? არა. არა? მე უბრალოდ ჭამა ვიცი. არა, რას გეუბნე უყურე? ცა? გავშინჯო? არა, მოდი მაშინ ეგრე ვთქვა. თუ პილმენების ჭამა გიყვას. აჰა. პილმენის ზომაზე დიდი ხუა. კი. კი. ლიზა ჭამი მას აქვია, პირპილიანი მას. გავმართვი? აბა გასინჯეთ ის სანამ ეს გაცხელდება. აი ეგრე. თქვენი აზრი გამოხატეთ. როგორია? რანგემელია. რაღაცა ნაზია რა. დიახ. ცა? აჰა. და მივყვეთ ჩვენ ინსტრუქციას. ერთი პაკეტიდან რამდენი გამოვიდა, მაგის დედა გავი. კაი სუნი აქვს. სუნი არის. სუნი კი არის როგორია? ცხელია და ცოტა ვინგავს. ცხელია? ხორცი დავამატებით. ხორცი ჩავარდა. ჭიანჭველა. ხორცი ჭიანჭველა ჩავარდა? აბა მეორეც გასინჯე, რატო უყურებ ეგრე? ცხელია წელი. ცხელია? ცხელია, მაგრამ გემრიელი. ხოდა მე ჭამეთ კაცო. ეხლა ეს მანე შეიწოვა და შემწარსაც გაგასინჯებთ. ეს ეგრემა სუპერ რაღაცა. იმიტომ რომ ხაჭაპურიც ხო გავაკეთეთ? ხაჭაპურიც ხო გავაკეთეთ? ხაჭაპური მე როგორ ვიწვალეთ? არა, ხაჭაპური არ გავაკეთეთ. გავაკეთეთ. ყველით? კი. არ გავაკეთეთ. გავაკეთეთ. ლობიანი იყო ისა. არა, გებიცები გავაკეთეთ. დადგაჟამი ჭეშპარტებისა? დადგაჟ. ეს შაინ ჩანგალი ლიზა. ესე შენახე. აი ესეთი მდგომარეობა გავაკეთეთ. მე არახს დავისხავ. მანამდე თქვენ აიღეთ გასინჯეთ. ეს. მე ხელით შევჭამა, ნახო. ტიტონია. ნახეთ. შიგარი ძალიან ნაზი ფარში და მართლა ჩებურეკს აკავს რა. ჩანგალი არის. მოდი რაღაც თქვენ პატარები ხართ და არას უწონები, არას არ დაგალევინებთ, კაი? და? მე დავლე. ამითი. თქვენ განჟიორებს ბაღნებო. კაიგე ბატონო დავით. და ხალბატონო ლიზა. კარგად იყავით, მაგრად იყავით. თქვენ ამხან ჭამე რა, რას უყურებ, კაცო. თქვენ მიირთვით. ისე ლიზა თან ტყეში ხარ უკვე დროა მიეშვირო ხელთა ჭამა. კარგად იყავით, მაგრად იყავით, გადაგძელებთ. ყველას პატარას გავმორთ ამ ქვეყანაზე. აჰა. ჭვერიც მიაყურეთ. მოკლედ მეგობრებო, სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ. თუ ვინმე იყიდეთ ამასთან. გასინჯათ ხო ყველა ვარიანტში თქვენი აზრი მოგწერეთ როგორ მოგეწონათ. მე აქ ამაი ამას ნახევარ ფაბრიკატებში გემოაქვს მაგრამ როგორც წვნიან ჭიბურას. ამით გამოგემშვიდობით აი ეს იყო ნახევარ ფაბრიკატები აკეთებთ. თან შეგიძლია არ შეწვათ რა, იგრევე ჭამოთ, მაგრამ უეჭველი შეწვით ეს ღვინოზეც ძალიან მაგრა წავა რა. და შეპიცკინებული ხინკალი გიყვართ, იმაზე გემრიელია. კარგად გზანდებოდეთ, შემდეგ ვიდეომდე. რა ხანდით?